Teleradio kompania Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. წმინდანთა ცხოვრება. ანტონ მარტყოფელი, მესვეტე და ხატის მცველი. მე-6 საუკუნის შუა წლების საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული სულიერი გამოღვიძების ხანა იყო. სწორედ ამ პერიოდში ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად და ბერმონაზნური ცხოვრების გასავრცელებლად სირიიდან საქართველოში 13 ასურელი მამა ჩამოვიდა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული მისიის მატარებელი გახდა წმინდა ანტონ მარტყოფელი, რომლის სახელსაც უკავშირდება არა მხოლოდ უდიდესი სიწმინდის ჩამოტანა საქართველოში, არამედ ასკეტური მოღვაწეობის ურთულესი ფორმის მესვეტეობის დამკვიდრება. წმინდა ანტონი წარმოშობით შუა მდინარეთიდან იყო. იგი თავდაპირველად ქრისტიანობის ერთ-ერთ უძველეს კერაში, ქალაქ ედესაში მოღვაწეობდა. ედესა ის ქალაქია, რომელიც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროიდანვე უდიდეს სიწმინდეს ინახავდა. ტრადიციის თანახმად, ედესის მთავარმა ავგაროზმა, რომელიც მძიმედ იყო დაავადებული, მაცხოვარს წერილი გაუგზავნა და განკურნებას თხოვა. იესო ქრისტემ ავგაროზის რწმენა შეიწირა და სასწაულებრივად აღბეჭდა თავისი ღვთაებრივი სახე ტილოზე. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ეს ხელთუქმნელი ხატი თადეუს მოციქულმა ედესში ჩაიტანა. ავგაროზ მეფე განკურნა და მთელი მისი ოჯახი მონათლა. მადლიერმა მეფემ ფიცარზე გადაჭიმული ტილოს ხატი ქალაქის მთავარ კარიბჭეზე, ძველი კერპის ადგილას დაასვენა, რათა ქალაქში შემოსულ ყოველ ადამიანს მისთვის პატივი მიეგო. თუმცა წლების შემდეგ ავგაროზის ურწმუნო შვილიშვილმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი და ხატის განადგურება განიზრახა. სიწმინდის გადასარჩენად ედესის ეპისკოპოსმა ანთებული კანდელი დადგა ხატთან, რომელიც კარიბჭის თაღში ესვენა. წინიდან თიხის დაფით, ანუ კეცით დაფარა და ამოქოლა. გავიდა საუკუნეები და ხატის ადგილსამყოფელი ყველამ დაივიწყა. 613 წელს სპარსელთა მეფე ხოსრომ ედესას ალყა შემოარტყა და ქალაქს სრული განადგურებით დაემუქრა. სწორედ ამ მძიმე ჟამს ედესის ეპისკოპოს ელავიუს გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და აუწყა, რომ ქალაქს კარიბჭეში დამალული ხელთუქმნელი ხატი იხსნიდა. ეპისკოპოსმა მითითებულ ადგილას მართლაც იპოვა სიწმინდე და იხილა საოცრება. საუკუნეების წინ დანთებული კანდელი კვლავაც ანთებულიყო, ხოლო მაცხოვრის სახე სასწაულებრივად გადასულიყო იმ თიხის აგურზე, რომელიც ხატის წინ მის დასაცავად იყო დადებული. კანდელის ზეთით სპარსელთა უძლეველი ლაშქარი დამარცხდა და ქალაქი გადარჩა. სწორედ მაცხოვრის ამ ხელთუქმნელ ხატს უკავშირდება წმინდა ანტონის საქართველოში წამოსვლა. როდესაც ედესაში მწვალებლობა გაძლიერდა და სიწმინდეს საფრთხე დაემუქრა, ანტონმა დიდი სიფრთხილით მალულად წამოიღო კეცის ხატი, გულზე დაიკიდა და თავისი სულიერი მოძღვრის, იოანე ზედაზნელის კვალს გამოხვა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მამა ანტონი მოძღვრის კურთხევით ქადაგებას შეუდგა. მან თავდაპირველად ზედაზნის შემოგარენი მოიარა, შემდეგ კი კახეთისკენ გაემართა. აღმოსავლეთ საქართველოში მან მრავალი ადგილი შემოიარა, ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებას უქადაგებდა და გულზე დაკიდებული მაცხოვრის სასწაულმოქმედი ხატის ძალით უამრავ ცნეულს კურნავდა. წმინდა ანტონს საოცრად უყვარდა სიმშვიდე, განმარტოება და ღმერთთან ფარული საუბარი. სწორედ ამ განდეგილური ბუნებისა და მარტოობაში მოღვაწეობის სიყვარულის გამო უწოდა მას ხალხმა მარტომყოფელი, რაც დროთა განმავლობაში შეიცვალა და მარტყოფელი გახდა. თავდაპირველად იგი ლონოატის ხეობაში დასახლდა, თუმცა მისი წმინდა ცხოვრებისა და სასწაულების ამბავი სწრაფად ვრცელდებოდა. ხალხი მოსვენებას არ აძლევდა, მრავალი მათგანი კი მის გვერდით რჩებოდა სულიერი მითითებების მისაღებად. როდესაც მორჩილთა რიცხვმა იმატა, ანტონმა მათთვის ალაზნის გაღმა მონასტერი ააშენა. თავად კი კვლავ სიმშვიდის მოსაპოვებლად სხვა ადგილს მიეშურა, იქ სადაც ახლა ქალაქი ახმეტა მდებარეობს. მაგრამ მრევლმა მას აქაც მალე მიაგნო. საბოლოოდ წმინდა მამა აკრიანის მთას მიაშურა, ეს იყო მტკვრის აღმოსავლეთით მდებარე უსიერი ტყით დაბურული უკაცრიელი და ქვეწარმავლებით სავსე კლდოვანი ადგილი.
აქ მან მთისწვერვალზე გამოქვაბული იპოვა და დაემკვიდრა. დრედაღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინაშე. თავდაპირველად მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებოდა, მაგრამ უფალმა თავის რჩეულს სარდო განუჩინა. ყოველდღიურად მასთან უშუალოდ ღვთის მიერ გამოგზავნილი გარეული ირმები მიდიოდნენ და წმინდანს თავიანთი რძით კვებავდნენ. ირმები საოცარი მორჩილებით ემსახურებოდნენ ბერს. ერთ საღამოს ამ მშვიდობიან იდილიაში უჩვეულო რამ მოხდა. ირმებმა დიდი ხნით დააგვიანეს, ხოლო როცა გამოჩნდნენ, უკიდურესად დამრთხალნი და შეშინებულები იყვნენ. ერთ-ერთი ნუკრი კი დაჭრილი იყო. ანტონ მარტყოფელი გაუცდა, გულზე თავისი განუყრელი ხატი დაიკიდა და ირმების კვალს უკან გაჰყვა. რათა გაერკვია რამ შეაშინა ისინი. დღეში იგი ერთბაშად შეეჩეხა ნორიოს მამასახლის, რომელიც თავისი ამალით სანადირო იყო გამოსული. მამასახლისი გაოგნებული დარჩა, როდესაც დაინახა მხცოვანი, ნათელმოსილი ბერი, რომელიც გარეულ ირმებს შორის ისე მშვიდად იდგა, როგორც შინაურ ცხოველებში. მამასახლისმა მაშინვე დაუწყო გამოკითხვა ბერს თუ ვინ იყო და საიდან მოვიდა. მაგრამ წმინდა ანტონმა ქართული ენა არ იცოდა და პასუხის გაცემა ვერ შეძლო. მან მხოლოდ ხელით ანიშნა იმ მთისკენ, სადაც ცხოვრობდა. მთავარმა ვერაფერი გაიგო. იფიქრა, რომ მის წინაშე საშიში ჯადოქარი ან გრძნეული იდგა და განრისხებულმა ბრძანა. ანტონისთვის ის ხელი მოეკვეთათ, რომლითაც მთისკენ ანიშნა. თავის ბრძანებით წმინდა მამა შეიპყრეს და ხელის მოსაკვეთად სამჭედლოში წაიყვანეს. ჭედელმა რკინის შანთი გაახურა, თუმცა როგორც კი იარაღი წმინდანისკენ აღმართა, საოცრება მოხდა. გავარვარებული რკინა უეცრად ხელიდან გაუვარდა, ორივე ხელი გაუშეშდა და ენა ჩაუვარდა. შეშინებულ და გაოგნებულ კაცს წმინდა ანტონმა ჯვარი გარდასახა და მყისიერად განკურნა. სასწაულის ხილვამ ყველა დაადუმა. მომხდარის შესახებ მაშინვე ნორიოს მამასახლის აცნობეს. იგი მაშინღა მიხვდა, რომ მის წინაშე არა საშიში გრძნეული, არამედ ღვთის მადლით შემოსილი წმინდა კაცი იდგა. შიშითა და მოწიტებით შეპყრობილმა მთავარმა ბერს თაყვანისცა და შეევედრა, მითხარი, რა გსურთ და ყოველივეს შეგისრულებო. წმინდა ანტონმა აიღო პატარა ქვა და ანიშნა, რითაც მიახვედრა, რომ მხოლოდ ქვის მარილის ნატეხი სურდა თავისი ირმებისთვის. მამასახლისმა მაშინვე მარილის ორი დიდი ლოდი მიართვა. წმინდანმა მხოლოდ მცირეოდენი მოტეხა, მადლობა გადაიხადა და კვლავ თავის გამოქვაბულს მიაშურა. ამ სასწაულის შემდეგ წმინდა ანტონის სახელი მთელ მხარეში მოედო. უამრავმა ადამიანმა დაიწყო მასთან სიარული კურთხევის მისაღებად და სნეულებათა განსაკურნად. ბევრმა გადაწყვიტა სამუდამოდ დარჩენილიყო მის გვერდით და ასკეტურ ცხოვრებას შედგომოდა. როდესაც მათი რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა, ანტონ მარტყოფელმა მათთვის ტყიანი მთის მოსწორებულ ადგილას მონასტერი ააშენა, რომელსაც შემდგომში ღვთაების მონასტერი ეწოდა. თუმცა თავად წმინდანის სული კვლავ ზესისკენ და სიმარტოვისკენ ისწრაფოდა. მან მონასტრის მახლობლად მთისწვერვალზე მაღალი სვეტი დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლის კოშკი ააშენა. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოში მესვეტეობას. 15 წლის განმავლობაში იდგა წმინდა ანტონი ამ სვეტზე, ითმენდა სიცივეს, სიცხეს, ქარსა და წვიმას. იგი მხოლოდ იშვიათად ჩამოდიოდა ძმათა დასარიგებლად და საღვთო ლიტურგიის აღსასრულებლად. როგორც ყველა დიდ წმინდანს, მამა ანტონსაც უფლისგან წინასწარ ეუწყა ამ ქვეყნიური ცხოვრების დასრულების ჟამი. ღრმად მოხუცებულმა წინამძღვარმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, უკანასკნელად დაარიგა, დალოცა ისინი და სალოცავად განმარტოვდა. გარკვეული დროის შემდეგ ძმების სვეტზე ავიდნენ და ნახეს, რომ მათი საყვარელი მოძღვარი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინაშე მუხმოდრეკილი აღსრულებულიყო. მონასტრის ძმებმა წმინდა ანტონის პატიოსანი ნაწილები დიდი გლოვითა და მოწიწებით ჩამოასვენეს სვეტიდან და ტაძარში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ დაკრძალეს. წმინდა მამამ ერს დაუტოვა არა მხოლოდ ძლიერი მონასტერი და ასკეტური ცხოვრების ბრწყინვალე მაგალითი, არამედ უდიდესი სიწმინდე მაცხოვრის ხელთუქმნელი კეცის ხატი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ უხილავი გახდა.
მიუხედავად ამისა, მისი მადლი და სასწაულმოქმედი ძალა დღემდე იფარავს მარტყოფის მონასტერსა და სრულიად საქართველოს. მოციქულთა სწორი მამის წმინდა ანტონ მარტყოფილის ღვაწლი ქართული ეკლესიის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი და მისი მფარველობა საუკუნეების მანძილზე ანიჭებს ნუგეშს ყოველ მორწმუნეს. ქართული ეკლესია წმინდა ანტონ მარტყოფილის ხსენებას 1 თებერვალს აღნიშნავს. ტელერადიო კომპანია Georgian Times. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარების ავტორები ნოდარ მელიქიძე, მირზა ცხოიძე და მერაბ ონიანი. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი ნოდარ მელიქიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.